მოძრაობასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, კერძოდ საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაში და ასევე სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები, როგორც იცით, შარშან იყო ძალიან აქტიური ჩვენი მონაწილეობა ასამბლეის მუშაობაში, სხვადასხვა კონტინენტსა თუ ქვეყანასა თუ დედაქალაქში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ათობით შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარეებთან, დელეგაციებთან. Რა თქმა უნდა, ჩვენ რამდენიმე მიზანი გვაქვს საპარლამენტო ასამბლეებში ჩვენი აქტიური მონაწილეობის და საპარლამენტო დიპლომატიისა. უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა და გაცნობა ჩვენი კოლეგებისთვის, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც არ გვაქვს გეოგრაფიულად დიპლომატიური წვდომა და ასეთი ასამბლეები იძლევა მხოლოდ შესაძლებლობას, რომ გქონდეს უშუალო კონტაქტი. სწორედ ვიყენებთ ამ ფორმატებს, რომ აუხსნათ მათ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენთვის და მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საერთაშორისო წესრიგისთვის, არამედ მათთვისაც მნიშვნელოვანი, ვინაიდან საერთაშორისო წესრიგის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება საბოლოო ჯამში აზიანებს ყველა ქვეყანას. და მინდა მადლობა გადაუხადო დელეგაციის ყველა წევრს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ამ დელეგაციებში. ზოგადად მინდა ხაზი გაუსვა, რომ ამ მოწვევის პარლამენტის და ჩემი როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის საპარლამენტო დიპლომატია და ამ მხრივ ყველა ფორმა ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყვენებთ და თქვენც ადევნებთ თვალს, რომ პარლამენტი საერთაშორისო პლატფორმებზე კომუნიკაციით არის გამორჩეული და მინდა ყველა პარლამენტის ყველა წევრს გადაუხადო მადლობა იმისთვის, რომ ჩართული არიან საპარლამენტო დიპლომატიაში. ამნისტიის პროექტი ბიუროს თემაზე უკვე დარეგისტრირებული არის. ევროსაბჭოს მიღებული რეზოლუციით ჩვენი ქვეყანა პატიმრების რაოდენობით არის მეორე ადგილზე. გვყავს ძალიან ბევრი პატიმარი და იაგო ხვიჩიას ამ ამნისტიის პროექტის სულისკვეთება არის, რომ რაღაც ჰუმანური გადაწყვეტილება იყოს მიღებული და ბევრმა პატიმარმა დატოვოს საშენი ან შეგვიძლია საშენი მათ. როგორია ქართული ოცნების პოზიცია, აპირებთ თუ არა იმშელოთ, დაუჭერთ თუ არა მხარს აი ამ დიდ საყოველთაო ამნისტიის პროექტს. რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომაც არის, რომ არ იყოს დიდი რაოდენობა პატიმრების და სახში ასულების დაწესებულებაში. თქვენიც პრემიერ-მინისტრმაც ეს თავის გამოსვლაში ამას ხაზი გაუსმა. ქართული ოცნება, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, დახვდა დაახლოებით 24-25,000 პატიმარი სახში ასულების დაწესებულებაში და დღეს ეს რიცხვი ჩამოსული არის 9,000-მდე დაახლოებით. და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანიც არის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს უწევდეს, ასე ვთქვათ, საჯავშო დაწესებულებაში, იზოლაციაში სასჯელის მოხდა. რაც შეეხება რა მექანიზმები არსებობს შემცირებისა, ეს არის სწორედ სახელმწიფოებრივი მიდგომა აქვს მნიშვნელოვანი. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არის იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, მთავრობის პოზიცია და ასეთი მიდგომა და არა ერთი ხელის მოსმით პოლიტიკური ასე ვთქვათ პროგრამის გატარების ნაწილი არ უნდა იყოს ეს. ზოგადად რა თქმა უნდა ყველა კანონპროექტთან გვექნება მსჯელობა. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, ჩვენი მიზანიც არის, რომ ჩვენ ამ ხრივ სხვა ქვეყნებთან შედარებითაც ვიყოთ შესაბამისი სტატისტიკის. ორი კითხვა მექნება, მაგრამ სხვადასხვა. ერთი უნდა გითხოთ ელჩის მოსმენა, რომელსაც ჰქონდა დღეს მკაფიო გზავნილები 32 წლის მანძილზე საქართველოს მყარი მხარდაჭერი არის ამერიკა და ის მზად არის როგორც ელჩი შეასრულოს საკუთარი მოვალეობა და ეს ურთიერთობები გაახმოს. როცა მოვიდიოდი ბაიდენმა თქვა, რომ ურთიერთობები გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის. გზავნილი ეკონომიკური თანხმობის გაძლიერებაზე, პოლიტიკურ მიმართულებაზე, ევროინტეგრაციის მიმართულებაზე, როგორი გზავნილები ჰქონდა მას თქვენთვის. და მეორე თემა იქნება ბეტინგი, რომელსაც ვიდრე დანილაზე დავაზუსტოთ, მაგრამ მე დავაზუსტოთ პირდაპირ ამერიკოს საკითხი თუ დაისვა. საერთოდ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით რამდენად გადადგა საჭირო ნაბიჯები, იმიტომ რომ ოპოზიციის განმესის ბრალდება, რომ თუ თქვენ ძალისხმევას გაიგებდით, ეს უკვე სიმწეული შედეგი იქნება.
დავამატებ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ აი საკითხების გახსნობა, რომელიც ელჩმა დააყენა. ის საქართველოს როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს როგორ წარმოგიდგენიათ ამ ხრივ ურთიერთობების გახსნობა? ხო, უბრალოდ მე თავად იცით რომ არ ვესწრებოდი მოსმენას და ის დახურული ნაწილი ამის მონაცემები არ გახლავთ, თუმცა რა თქმა უნდა ყველა ეს საკითხი ისედაც არის ხოლმე ჩვენ შორის მსჯელობის თუ შეხვედრის დროს საუბრის საკითხები. ამიტომ უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ის 32 წლიანი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ამერიკელი ხალხისგან, რომელსაც საქართველოს გზნობს მისი დამოუკიდებლობის მომენტიდან და რა თქმა უნდა ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკელი ხალხისთვის, რომ გვერდში გვედგა ყველა ძნელბედობის ჟამს იმისთვის, რომ საქართველოს ქარტეხილები გაიარა, რომელიც ჩვენი 32 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ქონდა. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა და სწორედ არის ამაზე ხაზგასმა, რომ მნიშვნელოვანი არის გაღრმავება სტრატეგიული პარტნიორობისა და განსაკუთრებით ეს ეხება ეკონომიკურ და ხალხთა შორის ურთიერთობებს. პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ჩვენი ხედვა ამ ურთიერთობების გაღრმავებისა არის ძალიან ცხადი და აშკარა. ჩვენი სურვილი არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელთანაც ამდენი წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს, ეს რეალური ხელშესახები ეკონომიკურ და ხალხთა შორის ურთიერთობაშიც გადაითარგმნოს, კერძოდ უვიზო მიმოსვლაში ქვეყნებს შორის, პირდაპირ ფრენებში ქვეყნებს შორის, ინვესტიციებში ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში და ამას ყველაფერს ჭირდება წახალისება. ეს რა თქმა უნდა, ამ ხრივ ჩვენ ყველანაირ ნაბიჯს ვაკეთებთ, ვდგავთ ამისთვის. პირველი, ჩვენთან არის ერთ-ერთი ყველაზე ხელშემწყობი საინვესტიციო გარემო იმისთვის, რომ მათ შორის ამერიკული ინვესტიცია შემოვიდეს. მეორე, ჩვენ ყველანაირად საქართველოს ყველანაირად არის ასე ვთქვათ მოწყობილი ისე რომ იყოს უსაფრთხოება დაცული და არ იყოს საფრთხე უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, რომ საქართველოსთან შეიძლება შევიდეს ისეთი ადამიანები, რომლებიც არასასურველი შეიძლება იყოს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამას ადასტურებს ჩვენი უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთანაც, ამიტომ ჩვენი მხრივ ეს ნაბიჯიც გადადგმული არის და პირდაპირ ფრენებსაც შეეხება, აქაც ჩვენი მხრიდან არის ყველანაირი მზაობა ხელი შეუწყოთ ამერიკულ ავიაკომპანიებს, იქნება ეს თუ ქართული, რომ კონდეთ მიოსვლა, საჭირო არის ამ სამივე ნაბიჯზე, საჭირო არის საპასუხო ნაბიჯების გადმოდგა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იქნება ეს უვიზო მიმოსვლა, იქნება ეს პირდაპირ ფრენები, თუ იქნება ეს ინვესტიციების წახალისება იმისთვის, რომ ის მოხდეს საქართველოში. სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის დღეს რაღაცნაირად შენელებული ურთიერთობები პრემიერით მიუთითებდა ამ ყველაფერს და არჩევნების ჩატარებაზეც გააკეთა მან განაცხადი და ამაზეც არა, უყურეთ კიდევ ერთხელ, ამერიკის მოქალაქეებს საქართველოში აქვთ უვიზო რეჟიმი. ჩვენი მხრიდან ვიზის ვალდებულება მოხსნილია. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ხა ამერიკის შეერთებული შტატების ნება არის საჭირო, რომ მოიხსნას ვიზა. გასაგებია, რომ შეიძლება მართალია და სწორია, რომ ამერიკას ზოგადად არ აქვს ბევრ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა, მაგრამ მაგალითად არაღიარებულ სახელმწიფო ტაივანის კვიდრებს აქვთ უვიზო მიმოსვლა და არ მგონია მე, რომ საქართველოს თავის 3 მილიონი ნახევარი მოსახლეობით რაიმე საფრთხეს წარმოადგენდეს მიგრაციული მხრივ. ამერიკის შეერთებული შტატების, ამიტომ ეს იქნება რა თქმა უნდა კიდევ ერთი კარგი ჟესტი ქართული ხალხის მიმართ და შესაბამისი განწყობის ჩვენება ქართული ხალხის მიმართ. რაც შეეხება ავიამიმოსვლას, აქაც ჩვენი მხრივ არის აბსოლუტური მზაობა, ყველანაირ ხელი შეეწყოს ნებისმიერ ამერიკული ავიაკომპანია იქნება თუ სხვა რომ მოხდეს ეს ფრენები, შესაძლოა საჭირო იყოს ჩვენი მხრიდან, თუ კი რამე დახმარება იქნება, დავეხმარებით, თუ კი და ამ მხრივ შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გარკვეული, ასე ვთქვათ, ბიძგები ან წახალისება მოხდეს ავიაკომპანიების, რომ ეს რეისები დაინიშნოს, როგორც იცით, თქვენ საკმაოდ მაღალი არის გზავრთა ნაკადი საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამიტომ დატვირთულობა ამ მხრივ გარანტირებული იქნება. ამიტომ ამ ყველა ინსტრუმენტის კომბინაციით, უვიზო მიმოსვლა, პირდაპირ ფრენები, ეს თავისთავად წაახალისებს როგორც ხალხთა შორის ურთიერთობას, ისე ეკონომიკურ ურთიერთობას და შეიქმნება ასევე გარემო იმისთვის, რომ ინვესტიციები ამერიკული მოხდეს საქართველოში. ასე ხდება ზოგადად, რა თქმა უნდა, სტრატეგიული
პარტნიორების განვითარება და ჩვენი სურვილი არის რომ ჩვენს ძალისხმევას ამ მხრივ მოყვეს საპასუხო ნაბიჯები ამერიკის შეერთებული მიმართებაში რომ სიტუაციის ისე წარმოჩენა ცდილობენ თითქოს სამართლის გაკონტროლება ვინმეს უნდა ოპოზიცია ამბობს რომ სასამართლო უნდა იყოს თავისუფლად და ვეტინგი არის ამისთვის ერთ-ერთი კარგი სისტემა გითხარით თქვენი პოზიცია კარგია თუ არა ვეტინგი ქართულ მართლმსაჯულებაში პირველი აი მაგალითად საუმე სამადეშვილი ერთ მაგალითად დაასახელა ისიც რომ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში წინდისო ზოგიერთი საქმეო საქართველოს აი მაგალითად პარალელი გაავლო რომ ასე ვთქვათ მართლმსაჯულების გადახება ხდებოდა თქვენ გახდებით პირველი ტყუილია თითქოს ევროკომისია თუ ვენეციის კომისია ითხოვს ვეტინგის სისტემის ჩატარებას ეს ერთი მეორე სამარცხვინოა როდესაც საქართველოს მოქალაქეები მაგალითად სახავენ ალბანეთს, მოლდოვას და უკრაინას და ამაზე მქონდა მეტოს განცხადება საქართველოს რამდენიმე თავით მაღლა და წინ არის სამივე ქვეყანასთან შედარებით ნახეთ ნებისმიერი ანგარიში სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით კორუფციის დონე როგორი არის ან ალბანეთში, ან უკრაინაში, ან მოლდოვაში, მათ შორის სასამართლო სისტემაში და სხვა სტრუქტურებში, ნახეთ როგორი არის ფინანსების გამჭვირვალობა ამ ქვეყნებში, მათ შორის ვეტინგი ძირითადად შეეხება ქონების გადამოცემას. ჩვენთან ქონებას გადამოცემა მიდის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დეკლარაციების მეშვეობით, მათ შორის მოსამართლეებიც ავსებენ ამ დეკლარაციას და დღესაც მონიტორინგში მოხვედრილი არიან იუსტიციის საბჭოს ყველა წევრი და 26 მოსამართლე, რომლებიც ამ წელს გაევლიან მონიტორინგს და ექვემდებარება მათი ქონება და შემოსავალი გასავალი მონიტორინგს, ისევე როგორც შარშანაც იყვნენ ისინი მონიტორინგში. ამიტომ არანაირად მესამე წლების განმავლობაში მიდიოდა კამპანია ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ. მათ შორის ეს კამპანია ხშირად ამ კამპანიისთვის გამოიყენებოდა ევროპიდან და ამერიკიდან მიღებული გრანტები. და პირდაპირ შეგიძლია მოიძიოთ, იგი ფილმები იყო გადაღებული სპეციალურად და კლიპები კეთდებოდა და კამპანიები ეწყებოდა იმისთვის, რომ ძირი გამოეთხარათ ქართული მართლმსაჯულებისთვის და სახელი გაეტეხათ მისთვის. სამწუხაროდ დონორების ფულის ნაწილი ზოგიერთი NGO-ს მხრიდან ხმარდებოდა ქართული მართლმსაჯულების ძირგამოთხე საქმიანობას. ამან რა თქმა უნდა გარკვეული გავლენა იქონია ზოგიერთის აღქმებში, მაგრამ შევხედოთ რა არის ფაქტები. ყველა საქმე, რომელსაც ასახელებდნენ როგორც მაგალითს პოლიტიკური მართლმსაჯულებისა თუ კორუფციისა თუ ასე შემდეგ, შეგახსენეთ რა საქმე, ყველა საქმეში გამართდა ქართული მართლმსაჯულება და გამტყუნდა ყველა ის NGO თუ უცხოელი აქტორი, რომელიც აბრალებდა საქართველოს სასამართლოს და მოსამართლეებს, რომ ისინი იღებდნენ პოლიტიკურ გადაწყვეტას. შეგახსენებთ რა საქმეები არის. რუსთავი 2 საქმე, ახალაიას საქმე, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე. ყველა ეს საქმეები, რომელიც გახსოვთ, წლები მიდიოდა ამაზე კამპანია. რუსთავი 2 საქმეზე 5 წელი შავი პიარი მიდიოდა NGO-ების აქტიური მონაწილეობით სასამართლოს წინააღმდეგ. მოსამართლეებს პირდაპირ თავს ესხმოდნენ ამ საქმეში ჩართულ მოსამართლეებს, როგორც მოპასუხე ნიკა გვარამიას გულისხმობ, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები. 5 წლის თავზე სტრასბურგამდე მივიდა ბოლოს ეს საქმე და სტრასბურგმა თქვა, რომ ნიკა გვარამია თავად და ციტატებია მისი მოყვანილი პირდაპირ სტრასბურგის გადაწყვეტილებაში, რომ ის ცდილობდა მედიის გამოყენებით ზეგავლენა მოეხდინა მართლმსაჯულებაზე და ჩარეულიყო მართლმსაჯულებაში და ის იყო კამპანია მიმართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ. ამიტომ ყველა ეს NGO, უცხოელი აქტორი, ან სხვები, რომლებიც დღეს ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ სასამართლო არის პოლიტიზირებული და ითხოვენ ვეტინგს, ყველა ამ NGO-ს უპირველესობას და ჯერ გამოვიდნენ ბოდიში მოიხადონ იმ შავი კამპანიისთვის, რომელიც მათ უცხოური ფულით აწარმოეს ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ. ბოდიში მოუხადონ ყველა იმ მოსამართლეს, ქალ თუ კაც მოსამართლეს, რომელსაც აბრალებდნენ კორუმპირებულობას, აბრალებდნენ პოლიტიზირებულობას და ასე შემდეგ. ყველა ამ NGO-მ, ოპოზიციამ და უცხოელმა აქტორმა, მათ შორის ზოგიერთი საელჩოს წარმომადგენელმა, ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართულ მოსამართლეებს და შემდეგ ილაპარაკონ რა არის გასაკეთებელი ქართულ სასამართლოში. არასამთავრობო ორგანიზაციებზე გავახსენოთ. ნინო ლომჯარია, ბაია პატარაია მიმართავენ ოპოზიციას მიმართავს, რომ შეიქმნას შუაში გაერთიანება ნინო ლომჯარია და ბაია პატარაიას გულისხმობ ამ შემთხვევაში მათი მოწოდება და ოპოზიციასთან კავშირი. მე მგონი უპირველეს ყოვლისა ესეც მნიშვნელოვანია რომ ხაზი გაუსვათ. ჩვენ ვამბობდით რომ ქალბატონი ნინო ლომჯარია სახალხო დამცველობის დროს იყო პოლიტიკურად მიკერძოებული პირი.
მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მას დადასტურდა რომ ქალბატონი ნინო ლომჯარია ტყუილ დასკვნებს დებდა სააკაშვილთან დაკავშირებით. Როგორც იცით, მისი სახალხო დამცველობის დროს მისი დასკვნა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთია, რომ ის საჭიროებს ვივამედის კლინიკიდან სადმე სხვაგან გადაყვანას ან უცხოეთში გაგზავნას. სტრასბურგის სასამართლო თქვა, რომ მაშინდელი სახალხო დამცველი ქალბატონი ნინო ლომჯარია იტყუებოდა. მიუხედავად ამ ტყუილისა და პოლიტიზირებისა, ჩვენ ვიცით, რომ მას რამდენიმე ჯილდო მიენიჭა საზღვარგარეთ და სამწუხაროა, რომ ამ ჯილდოებმაც, რა თქმა უნდა, ზიანი მიიღეს, ოდესაც ადამიანს სახალხო დამცველობისთვის მიენიჭა, ადამიანს, რომელიც ტყუილი დასკვნებით პოლიტიკურად ხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ხარდაჭერის გამო ტყუილ ცრუ დასკვნებს დებდა მასთან დაკავშირებით თითქოს და რომელიც ამხილდა სტრასბურგის სასამართლომ, როდესაც ხდება შემდეგ ჯილდოებით აღნიშნა. შედეგი არის ეს. საბოლოო ჯამში გამომჟღავნდა, რომ ის სინამდვილეში მაშინაც იყო პოლიტიკოსი, როდესაც აქ ბომბების წვიმას ითხოვდა და ითხოვდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოხალისეები გაეგზავნა უკრაინაში. გახსოვთ, ის იყო მონაწილე მათ შორის იმ აქციის, რომელიც ითხოვდა, რომ საქართველოს გაეგზავნა მოხალისეები და ამით ჩართულიყო ომში რუსეთთან და ამის მონაწილე ისიც იყო და შესაბამისად ახლა ერთადერთი რაც არის რომ გამოვლინდა კიდევ ერთხელ რომ დადასტურდა ის იყო პოლიტიკოსი რომელმაც რა თქმა უნდა ზიანი მიაყენა სახალხო დამცველის ინსტიტუტს ვინაიდან მოახდინა სრული პოლიტიზება ამ ინსტიტუტისა და უკარგა ის მნიშვნელობა და მაღალი ღირებულება რომელიც კონსტიტუციით აქვს მას მინიჭებული და დააზიანა ეს ინსტიტუტი ამის იქით სიმართლე გითხრათ ახლა რა ხასი რა უნდა ქონდეს რა პერსპექტივა უნდა ქონდეს ადამიანის სიტყვას რომელიც სტრასბურგმა ამხილა ტყუილში ახლა ამაზე მეტი უყურეთ ამაზე მეტი რა გითხრათ ამაზე მეტი დაბალი შეფასება რა უნდა მოხდეს ოდესაც სახალხო დამცველი ხილებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტყუილში ამის შემდეგ რაზე უნდა ვსაუბროთ ოპოზიციაზე და არასამთავრობო იგივე თემაზე ოპოზიცია და არასამთავრობო კონსილიუმის დასკვნაზე და ნობით გაკეთებულ განცხადებებს ლომჯარია სასიმთა იგივე კონსილიუმი ახალმა სახალხო დამცველმაც დატოვა და აგრძელებენ მუშაობას საკუთარ ინტენსიურ დაწესებულებაში. ხო და ანუ თუ იმედი თათბული დაგვიგდებით მომზადდა ის დასკვნა რომელზეც თქვენ პრეტენზიები გაქვთ, მაშინ ეხლა ვაგრძელებს იგივე ჯგუფი მუშაობას ახალი სახალხო დამცველის პირობებში თქვენი შეფასება როგორია? კიდევ ერთხელ გაიხსენეთ რა იყო ქალბატონ ნინო ლომჯარიას დასკვნა. დასკვნა იყო რომ არა ვივამეთში დატოვების საკითხი, არამედ პირიქით რომ ვივამეთში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისეთი, რომ საჭიროებს რაღაც სპეციფიურ მკურნალობას, რომელსაც ვივამეთში ვერ იღებს და ის უნდა მოხდეს მისი გადაყვანა სხვაგან. ეს იყო მისი დასკვნა. რას ეყრდნობოდა, არ ვიცი, ამ კონსილიუმს თუ სხვა კონსილიუმს, არ ვიცი, ვინაიდან მართლაც აღნიშნავთ, იგივე კონსილიუმი არის ახლაც, თუმცა ჩვენ სახალხო დამცველისგან, მოქმედისგან ასეთი დასკვნა არ გვსმენია, რომ ვიმამედიდან უნდა წავიყვანოთ პოლონეთში ან სადმე სხვა კლინიკაში ან გავათავისუფლოთ. ხოლო წინა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სწორედ ეს დასკვნა გაასაჯაროვა მაშინ და განაცხადა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ იყო ტყუილი. როდესაც სახალხო დამცველი ადამიანის უფლების საკითხს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის და ტყუილს ავრცელებს უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს წინააღმდეგ, ვინაიდან რა თქმა უნდა ეს ეხებოდა სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო მოპყრობის ბრალდება იგულისხმებოდა ამაში, როდესაც სახელმწიფოს ესხმის თავს და სიმართლეს ესხმის თავს, რა თქმა უნდა ასეთი ადამიანი არათუ პოლიტიკაში უნდა შემოვიდეს, საერთოდ უნდა ჩამოცილდეს ჩემი აზრით საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას, ვინაიდან კიდევ ერთხელ სტრასბურგის მიერ ტყუილში მხილებული სახალხო დამცველი ეს არის მე მგონი ყველაზე სამარცხვინო დამღა რაც კი შეიძლება ქონდეს სახალხო აი ახლა შემდეგ
აი ამ ამას გავაკეთე თქვენ საუბრობთ თავისუფლად ოპოზიციასთან არის სასაუბრო ამაზე და იმ გამჭირვალობაზე თანხების გამჭირვალობასთან დაკავშირებით რაც უცხოეთიდან მოდის აი ამაზეც რო გავამოხსნით. კი ბატონო თავისთავად უყურეთ მე მგონი ფაქტია და ვხედავთ უკვე რაც უფრო მეტი და მეტი ინფორმაცია მჟღავდება იმასთან დაკავშირებით რომ ოპოზიციურ პარტიებს შექმნილი აქვთ სქემა ყალბი ენჯოების მეშვეობით იმისთვის რომ უკანონო შემოწირულობები მიიღონ. თან ეს უკანონო შემოწირულობაც არის და უკანონო შემოწირულობაც. ხო აქ საუბარი გვაქვს ჩვენ უცხოეთიდან დაფინანსებად. ფაქტობრივად რასაც ჩვენ ვაკვირდებით, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პირდაპირ ფინანსდება საზღვარგარეთიდან. ეს ტოლფასი არის იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი, ეს არის ტოლფასი საქართველოს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევისა. უცხოეთიდან ჩარევას არის ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც მოსალოდნელია ამ არჩევნებში. ეს საფრთხე უპირველეს ყოვლისა მომდინარეობს, რა თქმა უნდა, რუსეთიდან, მაგრამ მე ხავს უსვამ. მნიშვნელობა არ აქვს, საიდან იქნება ჩარევა. ჩარევა მოხდება რუსეთიდან, ჩარევა მოხდება რუსეთის ტერიტორიიდან, ევროკავშირის ტერიტორიიდან თუ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან, ნებისმიერ ეს ჩარევა არის ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევა და არის სწორედაც რუსული სტილი. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ იმ დონორებს, რომლებიც მალავენ არიან მონაწილე ამ ფარული სქემისა, მალავენ თავის დაფინანსებებს და არიან ასეთები. მე ერთს დავასახელებ კიდევ ერთხელ ევროპის დემოკრატიის ფონდი EED, რომელსაც დაფარული აქვს საკუთარი ხარჯები საქართველოში, არ უმჟღავნებს არც ქართულ საზოგადოებას, არც ევროკავშირის მოქალაქეებს და როგორც ჩანს, პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და ერევა არჩევნებში. როგორც იცით, არჩევნების სათანადო ჩატარება გახლავთ 9 პუნქტის ერთ-ერთი ნაწილი და აქ ჩვენ მარტო ამ პრობლემას ვერ გავუმკლავდებით. აქ უნდა ჩაერიოს ევროკავშირი, მისი წარმომადგენლობა, ევროკომისია, ვინაიდან EED გახლავთ ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ინსტიტუცია, რომელშიც მმართველობაშიც ძლიერად არიან წარმოდგენილი ევროპარლამენტარები, მათ შორის ისინი, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ნაციონალურ მოძრაობასთან და უნდა ჩაერიოს ევროკავშირი. თუ კი მოლოდინი არის და არის სულ ეს არის თუ კი ჩვენი საერთო ნება არის რომ არჩევნები იყოს სამართლიანი და პატიოსანი, ამისთვის საჭირო არის რომ აიკრძალოს და შეწყდეს საქართველოში პარტიების პირდაპირ თუ ირიბი დაფინანსება ევროპული არხებიდან. ეს გახლავთ ევროკავშირის მათ შორის რუსული არხებიდან. მათ შორის ამიტომ ეს გახლავთ ევროკავშირის პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ არ შეწყდება ეს არხები და პარტიების დაფინანსება მოხდება, ეს რა თქმა უნდა ზიანს მიაყენებს არჩევნებს და იქნება ჩარევა საქართველოს საარჩევნო ქართველი ხალხის არჩევნებში. კიდევ ერთხელ ხას უსვამ, მნიშვნელობა არ აქვს ჩარევა არჩევნებში იქნება რუსეთის ტერიტორიიდან, ევროკავშირის ტერიტორიიდან თუ ამერიკის ტერიტორიიდან, ნებისმიერი ასეთი ჩარევა არის რუსული სტილი და უნდა შეწყდეს. თავისთავად და ამ საკითხს ერთი წამით არა ამ საკითხსაც ეს მეორე ნაწილი იყო კითხვის და თავისთავად ანტიკორუფციული ბიურო უნდა დაინტერესდეს ამ საკითხს, თუმცა ამავე დროს მე გამაკვირვა გუშინ NGO-ების რეაქციამ ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით. გუშინ მე ვნახე სამართლიანი არჩევნების გამჭვირვალობის ფექტ-ჩეკისა და სხვათა განცხადებები, ანუ ეს ის ორგანიზაციებია, რომლებსაც აქვს პრეტენზია, რომ არიან არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები. და ამბობენ, რომ აქედანვე გრძელვადიანად დაკვირდებიან, მათ შორის წინა საარჩევნო გარემოს. წინა საარჩევნო გარემოს ნაწილი არის პარტიების ფინანსებზეც დაკვირვება. მაგალითად, რუსეთიდან ხომ არ ფინანსდება რომელიმე პარტია, ალბათ მათი ინტერესი უნდა იყოს. ან სხვა ქვეყნიდან თუ ტერიტორიიდან თუ არ ფინანსდება. გუშინ მოვისმინე მე კომენტარები სამართლიანი არჩევნების ხების, რომ ამისთვის არსებობს ანტიკორუფციული ბიურო და მათ მიხედვით მოიცილეს პასუხისმგებლობა. ხო, ერთი დიდი მადლობა, რომ ნდობა გამოიჩინეს ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ, ეს კარგია, მაგრამ მეორე მხრივ მასე საარჩევნო ცენტრალური საარჩევნო კომისიაც არსებობს. რაში გვჭირდება მაშინ მათი დაკვირვება, ხო? მაგრამ თუ დაუფიქრდებით, რატომ არის მიზეზი და რატომ აცხადებენ უარს, ეს გახლავთ მათი პირდაპირ ამოცანა, ის გრანტები, რომელიც მათ ახლა აქვთ იმისთვის, რომ დააკვირდნენ არჩევნებს, ითვალისწინებს წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვებას და ითვალისწინებს პარტიების ფინანსებზე დაკვირვებასაც მათ შორის. ამიტომ უარის თქმა დაკვირვებაზე არის გასაკვირი
თუმცა თუ კი ჩაუფიქრდებით და ჩავეძიებით, აღმოაჩენთ შემდეგ რამეს. მე როგორც თქვი, ამ პარტიების პირდაპირ თუ ირიბ დაფინანსების სქემაში ხშირად ჩდება ევროპის დემოკრატიის ფონდი, EED და თუ ნახავთ ის სხვებსაც თუ ნახავთ, ისინიც ფინანსდებიან ამ ფონდიდან. ანუ მათი მიზანი საფუძველი რატომაც უარს ამბობენ და იწერენ მხარეს არის, რომ ეს ეხება მათ დონორს და რა თქმა უნდა არ უნდა რომ გამოვიდნენ საკუთარი დონორის მამხილებლად, რომ საქართველოს კანონმდებლობას არ უღებ. აი ეს არის სწორედ ცუდი გავლენა უცხოური დაფინანსებისა ქართულ არასამთავრობო სექტორში. რადგან მე ვსაუბრობდი, რომ სინამდვილეში ეს ორგანიზაციები, რომლებსაც მონოპოლიზირებული აქვს საგრანტო ბაზარი, ასე ვთქვათ, საქართველოში, ატარებენ არა ქართული ხალხის ინტერესებს, იმიტომ რომ ქართული ხალხის ინტერესია, რომ ისინი დააკვირდნენ პარტიულ ფინანსებს. არამედ ატარებენ საკუთარი დონორების ინტერესებს და ამიტომაც არ ეძიებიან ამ საკითხს, რომ არ ამხილონ საკუთარი დონორი. ეს ძალიან შემაშფოთებელი არის და მით უმეტეს საქმე ეხება ევროკავშირის მიერ დაფუძნებულ ინსტიტუციას, ევროპის დემოკრატიის ფონდს, რომელსაც ხედავთ უკვე რა მავნე გავლენა აქვს ქართულ არასამთავრობო სექტორზე, იქიდან გამომდინარე, რომ მისი მიერ დაფინანსებული NGO-ებს ეშინიათ პარტიების ფინანსების შესწავლა, რომ შემთხვევით მე არ გამოუმჟღავნდეთ, რომ მათივე დონორი არის ჩართული უკანონო სქემებში ქართული პოლიტიკის დაფინანსებისა და საქართველოს არჩევნებში ჩარევისა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში, წინასაარჩევნო აგიტაციაში და უნდა შეწყდეს ასეთი დაფინანსება. კიდევ ერთხელ მიმართავ მე ყველა დონორს, ყველა საელჩოს, რომ ყურადღება მიაქციონ, რომ მათი არც ერთი ცენტი არ აღმოჩნდეს პარტიულ ყულაბაში. პრეზიდენტი არის დიდ ბრიტანეთში, ბატონ შალა, იროს მონაწილეობის კომისიაში, სადაც განსახილველი სქემები არის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა. მანამდე Sky News ჩაერთო ის და ინტერვიუში ის ასევე საუბრობს რუსულ გავლენებზე საქართველოში. ყოველთვის როცა პრეზიდენტის ამ განცხადებებს ახასებს ხოლმე, ამბობს, რომ ის სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებს ასეთ განცხადებებს. თუმცა როგორ შეგიძლიათ ახლა მისი ქმედებები შეაფასოთ, როცა პარტნიორებს ესაუბრება, რომ რუსეთის წინაშე მოწყვლადია, მათ შორის არ მხოლოდ უკრაინა, მანამდე იყო საქართველო. და მეორე კითხვა მაქვს, როგორ ამას ჩაგეკითხა წინასწარ. ხო, რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მე სხვადასხვა ვთქვი, რომ მისი კერძო მოგზაურობები ჩემი ინტერესის სფერო არ არის და მნიშვნელოვანი არის, რომ ეს გაირკვა, რომ პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან მას ლეგიტიმაცია აღარ აქვს და შესაბამისად ის ვერ დააზიანებს ჩვენს ინტერესებს, ვინაიდან ყველასთვის ცნობილია, რომ ის საქართველოს არ წარმოადგენს. ამიტომ ამ შინაარს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება ზოგადად საკითხს არჩევნებში ჩარევისა, რა თქმა უნდა, ეს რისკები არის. ჩვენ ვართ ძალიან რთულ რეგიონში და რთულ დროს და ინტერესები საქართველოს მიმართ არის სხვადასხვა მხრიდან. ამაზე სხვათა შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თავის ყოველწლიურ ანგარიში დახურულ ფორმატში ისაუბრა. ოპოზიცია დიდად არ იყო წარმოდგენილი, თუმცა ვინც იყო წარმოდგენილი, მოისმინეს კიდევაც. თუ რა საფრთხეები არის ამ მხრივ და რა მცდელობები მათ შორის და ფაქტები აღიკვეთო ამ მხრივ. ეს ჩარევები ქართულ პოლიტიკაში არის, რა თქმა უნდა, რუსეთიდან, რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს, მაგრამ არა მხოლოდ რუსეთი. ეს არის მნიშვნელოვანი. პრობლემა არის მაშინ, როდესაც აი ესეთი განცხადებებით ცდილობენ მის წარმოჩენას თითქოს ერთადერთი წყარო ჩარევისა არის რუსეთი და ამით ადუნებენ ჩვენს ყურადღებას სხვა მიმართულებებით. და კიდევ ერთხელ ქალბატონ სალომეს რაც შეეხება, მისი განცხადებები კიდევ ერთხელ აღარ წარმოადგენს დიდ ინტერესს ჩემსაც, მაგრამ ყველას ხო ხა ვატყობთ, რომ ხაზგასმა არის რუსეთის ჩარევის პრობლემაზე, რაც არ ვიცი ხა ამას ეუბნებიან საქართველოს მოსახლეობას, რომელიც 30 წელია ამ ბრძოლაში არის. რამე ახალს ამბობენ, რომ რუსეთი ცდილობს ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში. ხა ამიცი მე მგონი არ არის აღმოჩენა რაიმე ახალი ამ მხრივ. რა თქმა უნდა, ეს საფრთხეები კარგადზე კიდევ ერთხელ ამაზე ისაუბრა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თავის ყოველწლიურ ანგარიში ამ საფრთხეებთან დაკავშირებით, მაგრამ პრობლემა იცით რაშია, რომ ადუნებენ ყურადღებას სხვა მიმართულებებით. მე ხაზი გაუსვიო, ნებისმიერი ჩარევა არჩევნებში
არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესის წინააღმდეგ. მნიშვნელობა არ აქვს საიდან არის ეს ჩარევა. არ არსებობს. მე წეღან მეორე კითხვა. ჩაინიუსთან ინტერვიუ ვახსენე და ჟურნალისტმა კითხვები დაუსვა მას გასულ საუკუნეში და მათ შორის 2000-იანების დასაწყისში ბავშვების გაშვილებისა თუ გაყიდვის შესახებ. რაღაც ისტორიები გაახსენა, რომ ადრე ასე იყიდებოდა შვილები, შემდგომ ერთმანეთს პოულობდნენ და მოკლედ ეს პრობლემა იყო გასულ საუკუნეში ჩვენს ქვეყანაში და როგორც ვიცით, რა სახის სამართალი აბსურდაო პრეზიდენტს კიდევ ჟურნალისტმა ასეთები ფაქტები და ის ამბობს, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს ამის გამოკვლევაო, მაგრამ არ ვიცი რაიმე ფორმის კომპენსაცია მიენიჭათ თუ არაო ოჯახებს, რომლებსაც აღშენს არ არის მიაღწია. აი მე მაინტერესებს თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, რა შეიძლება ხელისუფლებამ გააკეთოს, ეს რომ პრობლემა იყო ალბათ ახლა. არ ვერ გეკითხა ამ საკითხში მე კომპეტენტური არ ვარ და კომპეტენტური არ ვარ რომ ამ მომენტში გიპასუხოთ ამ კითხვას. ამ მომენტში არ ვარ კომპეტენტური ამ კითხვაზე გიპასუხოთ. და ამ სტადიაში რუკები იყო გამოქვეყნებული და ამ რუკებში საქართველოს წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ცხინვალის გარეშე. აი ეს რას ნიშნავს და რა ფორმაა და როგორ შეიძლება გავიგოთ ეს და მეორე კითხვა მეკითხა პროპაგანდასთან დაკავშირებით და ამაზეც რომ იპასუხოთ ლინკენის განკარგულების შემდეგ რატომ გააქრიულდა ეს თემა და არსებობს თუ არა პროპაგანდის გარკვეული საქმეები. ჯერ დავისვათ ევრონიუსის ხო, რაც შეეხება, ხო ძალიან სამწუხარო ფაქტი არის, როდესაც ევრონიუსი, რომელიც შეგახსენებთ არის ტელევიზია, რომელიც დაფუძნებული არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზოგადოებრივ მაუწყებლობის, ანუ სახელმწიფო ტელევიზიების მიერ, ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტელევიზიების მიერ არის დაფუძნებული და მის ბორდებში, რა თქმა უნდა, იმყოფებიან ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლები, ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც არის ასეთი სახის ჯერჯერობით დავარქვათ შეცდომა ამ ყველაფერს, ვინაიდან ეს შეცდომა დარჩება, თუ კი მალე გამოასწორებს ევრონიუსი ამ შეცდომას. მნიშვნელოვანი არის რომ და ის გახლავთ, რა თქმა უნდა, ნაწილი რუსული პროპაგანდისა, რომ ასეთი ვიზუალი რაღაცნაირად დამკვიდრება მოხდეს. ამიტომ მნიშვნელოვანი არის ახლა რომ ევრონიუსმა გამოასწოროს ეს შეცდომა, შევხედოთ იმედია რომ გამოასწორებენ მოუწოდებ რა თქმა უნდა. შეეხება პროპაგანდას. ორეც ხო არის მათ შორის როდესაც ეს საკითხი გახმოვანდა ხომ ზოგს გაეღიმა და გაგვეღიმა რა თქმა უნდა და ეს ცოტა ხნით ადრე რამდენიმე წლის წინ საერთოდ სასაცილოდ მიგვაჩნდა ასეთი საკითხები მაგრამ ნელ-ნელა სამწუხაროდ როგორც ჩანს ის რაც ჩვენ სასაცილო გვეგონა და ირონიულად უყურებდით ნელ-ნელად ეს რეალობად იქცევა ჩვენ გამოცდილება გვიჩვენებს რომ ის რაც რეალობად იქცევა სხვა ქვეყნებში შემდეგ სხვადასხვა გრანტების მეშვეობით არის ცდილობა რომ ეს რეალობად იქცეს ხოლმე ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ აქედანვე ჩვენ მკაფიო ვიყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი ენობრივი სტანდარტები დაადგინოს გადაწყვიტოს უნდა თუ არა სქესის გამოყენება მიმართვების დროს ასე შემდეგ და იქ შიგნითაც არის დიდი დისკუსია და უკმაყოფილება ამასთან დაკავშირებით თუმცა ის ტენდენცია რაც იქ არის მაგრამ მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ საზოგადოების მკაფიო პოზიცია იყოს ამასთან დაკავშირებით მათ შორის იქიდან გამომდინარე რომ არ დაიწყოს ნელ-ნელა რაღაც გრანტების შემოდინება იმისთვის რომ წახალისდეს საქართველოში რაღაც სქესით მიხედვით დიფერენციაციის ხაზგასმა იდეა ეს არის რომ სქესმა უნდა რაღაცნაირად დაკარგოს თავისი ის ღირებულება არ ვიცი მაგრამ ზოგადად ადამიანური გაგება რაც ყოველთვის მას ჰქონდა მას შემდეგ რაც ადამიანი არსებობს ხომ და დღეს კი შეიძლება გვეცინებოდეს რომ ეხლა დედამიწას ვინ აგვიგზავნოს რომ დედამიწა დაუძახოთ მას ზუსტად ასე ხდება ხომ დღესაც ასეთ საკითხებზეა საუბარი თქვენ გახსოვთ რამდენიმე კურიოზული სიტუაციაც კი იყო, როდესაც მაგალითად თუ არ ვცდები კანადის პრემიერ-მინისტრმა mankind, ანუ რაღაც კაცობრიობა გამოიყენა სიტყვა და კრიტიკის ქარცერში გაატარეს, რომ კაცობრიობაში სიტყვა კაცი არის, მამრობითი სქესი და არ შეიძლება ამ სიტყვის გამო. ასეთ აბსურდამდე სამწუხაროდ არის, ასეთ აბსურდებზე არის სერიოზული მსჯელობა. ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ შეიძლება დღეს გვეცინებოდეს ამ თემაზე, მაგრამ აქ სასაცილო არაფერი არ არის. და საჭირო არის ამაზე მკაფიო პოზიცია. მათ შორის მნიშვნელოვანია რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მკაფიო პოზიცია ამაზე იქონიონ.
ვინაიდან როგორც გვაჩვენებს ჩვენ გამოცდილება, შემდეგ უკვე მათი მეშვეობით ხდება ხოლმე ასეთი ტიპის ნარატივების შემოტანა ქართულ დისკურსში. ლომჯარიასთან დაკავშირებით თქვენ კი ისაუბრეთ, მაგრამ მინდა ჩაგიკითხოთ პარტიებს როგორ გადაუნაცვლად თავად ლომჯარიან ხმები, ხო იქ და ხო მაგალითად ნაცები კოცები ყოფილი ნაცები ყოფილი კოცები ამასთან დაკავშირებით აი დარჩენილ ხმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა კონკრეტული რჩევები და რეცეპტი მისცა ოპოზიციას როგორ უნდა განვინაცებდეს. აი ამ ნაწილს როგორ შეაფასებთ თქვენ ამ ნაწილთან დაკავშირებით არ მოგუსმენია თქვენი კომენტარი. აი რომ გითხრათ საბოლოო ჯამში როგორ ნაწილდება ეს ხმები და აი ნაცებთან კიდევ ერთხელ არარელევანტურია მე ვფიქრობ რომ საზოგადოებამ უნდა შეაფასოს მისი მოღვაწეობა სახალხო დამცველის პოზიციაზე დადასტურებულია რომ ის პოლიტიკურად მოტივირებულ დასკვნებს დებდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ეს და საღმააზმა დაადასტურა ბოლოს როდესაც აღმოჩნდა რომ მიხეილ სააკაშვილი უცაბედად გამოჩამთელდა და კიდევაც დადასტურდა რომ ის ყალბ დასკვნებს დებდა ნაციონალ მოძრაობის სასარგებლოდ პოლიტიკურად მიკერძოებულს და ვფიქრობ ამ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორმაც საკუთარი ვერდიქტი ამასთან დაკავშირებით უნდა თქვას, როდესაც სახალხო დამცველი თავის პოზიციას იყენებს პოლიტიკური მიზნით და ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნის მიზნით იყენებდა თავის პოზიციას, მნიშვნელოვანია რომ მას სიტყვა არ ეთქმოდეს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ბატონო შავი უნდა გაიმართოს ფორუმი თბილისში ხელოვნური ინტელექტის ბიზნესის და მეცნიერების განვითარების შესახებ. ეს ფორუმი დაფინანსებულია იმ ორგანიზაციას 2010 წელს ვლადიმერ პუტინის ინიციატივით დაარსდა საუბარი ორგანიზაცია სკოლკოვოზე და სპონსორებს შორის ასევე ხდებით სანქცირებულ BTV Bank-ს და სანქცირებულ Sberbank-ს, ორივე რუსული ბანკები მოგახსენებათ. რამდენად პრობლემურად მიგაჩნიათ რომ ამ ორგანიზაციების დაფინანსებული ფორუმი იმართება თბილისში და ვფიქრობთ რომ ხელისუფლებისგან რაღაც ტიპის რეაგირება ამაზე საჭიროა. რამდენიმე განზომილება აქვს ხოლმე ასეთ დროს ასეთ საკითხებს. პირველი ეს არის რომ რა თქმა უნდა სანქციების გვერდისავლა არ უნდა მოხდეს და ამაზე რამოდენიმეჯერ უკვე ბოლოს უკვე ჩვენ პარტნიორებს მოუწია თქმა გასაგებად ჩვენი NGO-ებისთვის და ზოგიერთი პარტიისთვის რომ საქართველოში არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდისავლით, ეს რა თქმა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მეორე რა თქმა უნდა პოლიტიკურად არის მიუღებელი და მესამე არის საკითხი არ ვიცი მე რა ვიცი შინაარსი უბრალოდ დეტალები ამ ღონისძიებისა, მაგრამ ერთი არის რა თქმა უნდა მიუღებელი არის რომ რაიმე ესეთი გავლენების გასაზრდელად იყოს გამოყენებული მსგავსი ღონისძიებები, სანქციების გვერდისავლა არ უნდა მოხდეს, რაც შეეხება ცალკეულ ღონისძიებას შეხვედრას, არ ვიცი რა დონეზე შეიძლება სახელმწიფო ამ ხრივ ჩაერთოს. არის ბევრი უყურეთ ნაციონალ მოძრაობა იმდენ მიუღებელ აქციას მართავს და შეხვედრას რომ სახელმწიფოს ჩვენი გადასაწყვეტი რო იყოს და ჩვენ გემოვნებაზე რო უნდა იყოს, ასე არ არის ჩვენი კონსტიტუცია, ხომ რომ რაღაცა აუგზავნოთ და შესაძლებლობა არ მიცეთ. ამიტომ არ ვიცი, დეტალები ამ ღონისძიების არ ვიცი სულ. სანქციების გვერდისავლა არ უნდა მოხდეს თავისთავად. თუ ეს იქნება სანქციების გვერდისავლა, რა თქმა უნდა არ დაიშვება ასეთი რამე. შეიძლება ვერ ჩაგეკითხეთ წეგამებთან დაკავშირებით. მან ასევე ისაუბრა თავის გამოსვლაში პარლამენტიდან რომ გაქვს საინტერესო და მნიშვნელოვანი წელი არჩევნები უნდა ჩატარდეს გამჭირვალედ, ყველას უნდა ქონდეს შესაძლებლობა რომ მიიღოს გამჭირვალე ამ არჩევნებში მონაწილეობა ის შემდეგ და ყველას ხმები იყოს დაცული. ამ მიმართულებით რას აკეთებს ხელისუფლება რომ ეს ყველაფერი დაცული იყოს, მაგალითად ოპოზიცია ამბობს რომ ჩვენ შეგნით დავაყენეთ ის რომ ემიგრანტებს არ აქვს შესაძლებლობა რომ ჩაერთონ არჩევნებშიო. გააკეთებს ხელისუფლება კი ყველაფერს იმისოთ რომ იწვის ნიშნების სტრატეგიულ პარტნიორებს არ დანიშნოს. რა თქმა უნდა, როგორც აქამდე ტარდებოდა სამართლიანად და თავისუფლად საქართველოში არჩევნები, რა თქმა უნდა, ამ წლის არჩევნებიც იქნება ზუსტად სამართლიანი და თავისუფალი და ამ ხრივ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ ყველა ის სპეკულაცია, რომელიც 2020 წელს გვახსოვს, რომ რამდენიმე NGO-ს ხელშეწყობით იქნა აგორებული, გულისხმობ პარალელური დათვლის ყალბიშედეგების გავრცელებას, ასეთ სპეკულაციები აღარ არსებობდეს, ამისთვის იქნა შემოღებული ელექტრონული თვლელები და ამიტომაც მნიშვნელოვანი არის რომ ამ ხრივ გაიმართოს ხელისუფლება. ყველაფერს აკეთებს ამისთვის, ამოვიდოს ჩვენ მზად ვართ და ვემზადებით რა თქმა უნდა იმ სცენარისთვის, რომ ოპოზიცია არ აღიარებს შედეგებს, ვინაიდან ოპოზიციას თუ კი დაუკვირდებით, არც ერთი არჩევნების შედეგი არ უღიარებია. 2012 წელს, როდესაც ნაციონალ მოძრაობამ წააგო არჩევნები,
ისინი შედეგებს არ აღიარებდნენ. როგორც გახსოვთ, სადამ არ მივიდნენ ამერიკაში სენატორები მიხეილ სააკაშვილთან, სადამ არ ჩაერია ამერიკის შეერთებული შტატები და არ უთხრეს მას, რომ უნდა ეღიარებინა, მანამდე ის არ აღიარებდა. და მხოლოდ სენატორებმა აღიარებინეს საქართველოს პრეზიდენტს, წარმოგიდგენიათ, როგორი ურთიერთობები ქონიათ და აღიარებინეს დამარცხება. 2016 წელს ნაციონალურ მოძრაობა არ აღიარებდა შედეგებს არჩევნების და არ ბოიკოტს უცხადებდა, არ შედიოდა პარლამენტში, ბოლოს მოუწიათ შესვლა და შევიდნენ. 2020 წელს არ აღიარებდა შედეგებს და ერთი წელი დაჭირდა შესაძლოა. ამიტომ არ მგონია 2024-ში რაიმე შეიცვალოს, რა თქმა უნდა, მოლოდინი არის ისინი, ისევ რომ ისინი გაიმეორებენ ზუსტად იმავე სცენარს, რასაც მიყვებოდნენ აქამდე, რომ არ აღიარონ არ დამარცხება, მაგრამ როგორც ყოველთვის გამოცდილება ამასაც გვაჩვენებს, რომ მათი ეს ცდილობა იქნება ფუჭი. ერთი რამეს მინდა კიდე გამოვეხმაურო, რა ხან აქ ვახსენე 2020 წლის და პარალელური დაცვის შედეგები, გუშინ ვისმენდი სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელის კომენტარს, რომ რა მოხდა, შეცდომა იყო და აღიარეთ შეცდომა. ჯერ ერთი ტყუილია. პირველი, ის რომ პარალელური დაცვის შედეგები არ იყო სწორი, მათ თავისივე ნათქვამით ისიც რომ დაუშვათ რომ არ იყო გაყალბებული, თავისივე ნათქვამით რამდენიმე დღეში დაადგინეს. და ერთი თვე პირდაპირ იტყუებოდნენ, რომ შედეგები იყო სწორი. მე გაირკვა, რომ დონორიც ეხმარებოდა მათ და დონორთან ერთად ამ ტყუილს აჯერებდნენ ხალხს და ხელს უწყობდნენ რადიკალურ ოპოზიციას იმისთვის, რომ დაერბიათ ცესკო თუ პარლამენტი თუ მიტინგები ჩაეტარებინა. და მხოლოდ მას შემდეგ მოუწიათ აღიარება, როცა პარლამენტი შეიკრიბა და მიხვდნენ, რომ შანსი აღარ იყო პარლამენტის დელეგიტიმაციისა. პირველ დღეს პარლამენტის შეკრებისა, პირველ დღეს საღამოს აღიარეს ეს. მეორე ამბობენ, რომ გადადგა ხელმძღვანელი და ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა მოიხსენეთ. ჯერ ერთი ნახეთ ის ხელმძღვანელი დღეს სად არის? ევროპის საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ერთ-ერთი თანამშრომელი არის და ძალიან კარგ ადგილას არის, კარგი ხელფასით და ასეთი რეპუტაციის ადამიანს, ასეთი თბილი ადგილი რომ გამოეძებნა, ეს კი სხვა გამოკვლევის საგანია. მაგრამ მოქმედი ხელმძღვანელიც, ქალბატონი ნინო დოლიძე, მოქმედი ხელმძღვანელიც მალავდა დაახლოებით 8 თვე მალავდა იმ უბნების სიას, სადაც მათ ჩაატარეს პარალელური დათვლა. და რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი? ორი ტყუილი თქვა ისვედმა მაშინ. პირველი ტყუილი იყო ეს შედეგები პროცენტული და მეორე ტყუილი იყო, რომ თითქოს უბნების 8%-ში იყო მეტობა, ანუ ბიულეტენები ჩაყარეს თითქოს უბნების 8%-ში. და ეს ტყუილი სხვათა შორის დღემდე ასახულია ევროსაბჭოს მაშინდელ რეზოლუციის დანართებში. ეს ტყუილი ისევ იქაა. ჩვენ ვეუბნებოდით მათ მოყოლებული ნოემბრიდან და დეკემბრიდან, რომ ეჩვენებინათ ჩვენთვის წარმოედგინათ სია იმ უბნებისა, რომელსაც დააკვირდით, რათა შეგვედარებინა მართლა იყო თუ არა მეტობა. უარს გვეუბნებოდა. მე შევხვდი მაშინ რამდენჯერმე კოლეგასთან ერთად ქალბატონ ნინო დოლიძეს, ხელმძღვანელს, დღევანდელს და ვეუბნებოდი, რომ წარმოედგინა, ის გვატყუებდა. ამბობდა, რომ ჯერ ამბობდა, რომ ეს მეთოდოლოგიით არ არის დაშვებული, როდესაც მეთოდოლოგიას გავეცანით NDI-ის ვებგვერდზე და უთხარით, რომ არ არსებობს, მე თქვა, რომ ეს უსაფრთხოების მიზნებით არის, რომ არ შეიძლებაო, ესეც რომ გაუბათილეთ, მე უბრალოდ აღარ გვაძევენ და ბოლოს 2021 წლის ივნისში მას შემდეგ რაც საგამოძიებო კომისიამ საპარლამენტო მოსთხოვა, მაგრამ მიხვდნენ, რომ სხვა შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენდნენ, მოუწიათ ამ სიის წარმოდგენა. და დადგინდა ამის გადამოწმების დროს, ესეც იყო ტყუილი და არანაირი 8%-ში მეტობა არ არსებობდა. ამიტომ 10 თვე თუ 8 თვე ქალბატონ ნინო დოლიძე მისი ხელმძღვანელობის ქვეშაც ატყუებდა საქართველოს პარლამენტს, ატყუებდა იმით, რომ არ ქონდა უფლება მიეცა ეს დოკუმენტები და მე როგორ გამოგვცა 8 თვეში, ასე რომ რაც შეეხება სამართლიან არჩევნებს, მათი საქმე გარკვეული არის ქართული ხალხისთვის. და ეს აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ 2022 წლის ივნისში ქალბატონ ნინო დოლიძე სცენაზე იდგა და ითხოვდა მთავრობის გადადგომას და ითხოვდა, რომ მას ქალბატონ ნინო დოლიძეს და გამჭვირვალობას და სხვა NGO-ებს ქონოდათ ვეტოს უფლება პარლამენტის მთავრობის დაკომპლექტებაში. შესაბამისად, რაც შეეხება სამართლიან არჩევნებს, მათ აქვს პირდაპირ საარჩევნო მიზანი 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება არ დარჩეს ხელისუფლებაში და რა თქმა უნდა მათი მოსაზრებები არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ქართული ხალხის მხრიდან და მათი დობა მათი დასკვნების თუ მოსაზრებების მიმართ არ არსებობს და კიდევ ერთხელ ამ ტყუილში რამდენჯერმე არიან გამოჭერილი. ეხლა ნუ რა ვიცი შეეცადონ თავის დაძვრელა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. მათ ხან მისი დონორი გადაეფარა და გახსოვთ თქვენ როგორ იცავდნენ და ხანვინ და ხა მე მგონი ხედავენ რომ ეხლა ჩვენ მე ყოველ შემთხვევაში ვერ გამაჩუმებენ ამ დონორების წინ გადაფარებით
კიდევ ერთხელ ის რაც მათ იკადრეს 2020 წლის არჩევნების დროს ის ტყუილი რაც მათ ერთი თვის განმავლობაში აკადრეს ქართულ ხალხს და შემდეგ 8 თვის განმავლობაში მალავდნენ საქართველოს პარლამენტს უმალავდნენ უბნების სიას რა თქმა უნდა ეს ტყუილი დარჩება ისტორიაში და აქედან გამომდინარე მათ ეს ნდობა ადვილად არ აღუდგება ამიტომ კიდევ ერთხელ ნუ გველაპარაკებიან რაღაც დამოუკიდებელი მიუკერძოებელი ობიექტური დამკვირვების პედესტალიდან მათი პოზიციები ცნობილია და მათი სიტყვის მიმართ ქართულ ხალხს სანდოობა არ აქვს. ჟენევის მოლაპარაკებებზე მინდა რომ გითხოთ სასთავაზობს რომ ქართულ აფხაზური კონსულტაციები ჟენევის ნაცვლად გადავიდეს მინსკში. აი ამ შემთხვევაში რა უნდა იყოს ქართული მხარის ქართულ აფხაზური კონსულტაციები გადავიდეს ჟენევის ნაცვლად მინსკში ჩატარდეს. აი რა უნდა იყოს ჩვენი მხარის პასუხი. უბრალოდ ეს არის ქართულ რუსული და ეს ეხება არის ფორმატი რომელიც ჩამოყალიბდა 28 წლის ომის შემდეგ და ჩვენ ამ ფორმატის ერთგულები ვართ. ამიტომ ამ განცხადებებს რა მიზანი აქვს ვერ გეტყვით, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს გახლავთ ქართულ რუსული კონსულტაციის ნაწილი და ჩვენ ამ ფორმატის ერთგულები ვართ. პროცესი რაც მიმდინარეობს ოპოზიციაში გადაჭრილებით დღეს საუბრა ოპოზიციაში ნაცმოძრაობის მოტორი იყო გვარამია კამენიას ამ შემთხვევაში ლიდერი იყო თუმცა ისინი წავიდნენ ნაცმოძრაობიდან ეს არის პრობლემა პარტიისო მაგრამ ამას რომ პოლიტიკას არანაირი შედეგი არ ექნება საარჩევნო მიმართულებით თან ერთად განიხილავენ თქვენ წინააღმდეგ ბრძოლას თან ერთმანეთის შანსებს აკრიტიკებენ რა ხდება ოპოზიციაში და იყო თუ არა გვარამია მოტორი ნაცმოძრაობს თავად ნაცმოძრაობამ რომ მოტორი არის საარჩევნო ანუ უპირველეს ყოვლისა რაც შეეხება შანსებს აქ მე მგონი ყველანაირად ჩანს რომ რა თქმა უნდა შანსები მათი ნულია მაგრამ ამ მხრივ განცხადებას მნიშვნელობა ჰქონდა იმ მხრივ რომ კიდევ ერთხელ აღიარება და დადასტურება ან ვისაც ქართულმა ხალხმა ისედაც იცის მაგრამ სამწუხაროდ თვალებში ნაცრავს გვაყრიდნენ შიგნითაც ზოგიერთი გარედანაც უცხოელი აქტორი, როდესაც ნიკა გვარამიას წარმოგვიდგენდნენ ჟურნალისტად. ყოფილ გენერალურ პროკურორის მოადგილეს, რომელიც იმედის დახურვის ერთ-ერთი მონაწილე იყო. და წარმოგვიდგენდნენ ჟურნალისტად. და რა თქმა უნდა, ყველა თქვენ აი აქ ვინც ხართ, ყველა თქვენ დაგცინეს, როდესაც მას ცოტა ხნის წინ ამერიკაში მიანიჭეს ჟურნალისტის რაღაც პრიზი. აი ყველა თქვენ შრომას დასცინეს. როდესაც ჟურნალისტი უწოდეს ადამიანს, რომელიც ტელევიზიებს ხურავდა, რომელმაც ქართულ მედიაში შემოიტანა უხამსობა, როგორც ფორმა მედიისთვის მისაღები ფორმა და აღარ გავიხსენებ ამ ყველაფერს, რომელმაც გააქრო საერთოდ მედიაში ჟურნალისტის სტანდარტის ღირებულება და როდესაც ამერიკული რომელიღაც ორგანიზაცია იყო, აღარ მახსოვს, ანიჭებს მას ჟურნალისტიკაში ჯილდოს, როდესაც მას ესარჩლებიან ზოგიერთი უცხოელი აქტორები და წითელ ხალიჩას უფენენ, ეს რა თქმა უნდა ამითი ზიანი არაფერი არავის არ ადგება, მაგრამ ამას ქართველი ხალხი ხო უყურებს. იმ წითელ ხალიჩებს, რომელიც დაუფინეს მას ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ზოგიერთ საელჩოში, ის პრიზები, რომელიც თვალში იყო ქართველი ხალხის უპირველეს ყოვლისა შეურაცხყოფა, ამას ქართველი ხალხი ხედავს, ეს არის ყველაზე დიდი ანტიდასავლური პროპაგანდა, რაც კი შეიძლება მოხდეს, როდესაც ხდება ხოლმე ამის აღნიშვნა. კიდევ ერთხელ გახსოვთ თქვენ რომ მისი შეწყალება მოხდა ზეწოლის ქვეშ ქალბატონმა სალომემ და გაირკვა შემდეგ კიდევაც რომ ზოგიერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა ევროპარლამენტარმა მათ შორის ქართულ ხალხზე ადრე იცოდა რომ ქალბატონი სალომეს უნდა შეეწყალებინა ის და ვიცით რომ ზეწოლა ხორციელდებოდა მას. ზოგადად რა თქმა უნდა დასანანია, როდესაც შეწყალება ხდება გარედან ზეწოლის მეშვეობით, ეს კიდევ ერთხელ ჩარევა არის ქართულ მართლმსაჯულებაში, თუმცა შეწყალების შემდეგაც გვახსოვს ჩვენ ზოგიერთი უცხოელი აქტორის გამოხმაურება, რომელიც იყო დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. ავიცი ხა თუ კი რაიმე არის დეპოლარიზაცია, არ მგონია რომ ის რაიმენაირად იყოს ახლოს დეპოლარიზაციის 100 კილომეტრიან რადიუსშიც კი. ასე რომ ეს კიდე ერთხელ ასეთი რაღაცეები არის ყველაზე დიდი ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოში და ქართული ხალხის თვალში. რაც შეეხება შანსებს, კიდე ერთხელ მე მგონი თვითონ ხან დიდგულზე არიან და ყველა 5%-ს მიღმა არის, ხან წუწუნს იწყებენ რომ იქნებ ბარიერი დაიწიოს, სინამდვილე ეს არის.
სინამდვილე ეს არის, რომ რა თქმა უნდა, ქართული ხალხი იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვას ცდილობდნენ და რა თქმა უნდა ცდილობდნენ, იმიტომ რომ ისინი მოგვიწოდებდნენ, რომ ქართულ სახელმწიფოს გაეგზავნა მებრძოლები უკრაინაში და ამითი ჩაერთო საქართველო რუსეთთან ომში. გახსოვთ, ვიცი თქვენ შოლცს ჰქონდა გუშინ წინ განცხადება, რომ ერთი რომ ჯარისკაცები არ წავლენ უკრაინაში და მეორე არ მისცემს გრძელი რადიუსის რაკეტებს, იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს თანაზომიერი რუსეთთან ომში ჩართვისთვის. და რამ დროს ჩვენ ოპოზიცია, სახალხო დამცველი და NGO-ები მაშინდელ აქციებს გაგახსენებთ, მოგვიწოდებდნენ, რომ გაგვეგზავნა მებრძოლები საომრად. ჩაგვეკეთა საზღვრები, შევსრულიყავით ესკალაციაში რუსეთთან, ამიტომ ოპოზიცია, რომელსაც უნდა საქართველოში ომის ტრაგედიის დატრიალება, ხარ რომელმა ქართველმა უნდა მისცეს ხმა ისეთ ოპოზიციას, რომელიც მაშინ ხელისუფლებაში ყოფილიყო, მათი ოჯახების გრევას, ახლობლების სიკვდილს და ეკონომიკურ კოლაპსს გამოიწვია. აი 2, 1, 2, 3 და დეკლარაციასთან დაკავშირებით მინდა რომ გითხოთ, აი ანტიკორუფციული ბიურომ უკვე დაიწყო ის, რომ შეიყვანა სიაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც დეკლარაციების უნდა იყოს შესწავლილი. აი რა ხდება ამ შემთხვევაში, ქართული ოცნების დეკლარაციებიც იქნება თუ არა შესწავლილი კორუფციის რისკების შემთხვევაში რა ხდება? აი დავუშვათ სალომე სამადაშვილი ან თამარ კორძაიას დეკლარაცია იყო შესწავლილი და იქ არაფერი არ არის პრობლემა, მაგრამ რომელიმე ქართული ოცნების მდიდარი დეპუტატის დეკლარაციაში არის პრობლემა. ხო, აი ამის შემდეგ რა ხდება? შესწავლის შემდეგ ეტაპზე კორუფციის გამოვლენის შემთხვევაში რა ხდება? ეს ყველაფერი თუ მოხდება ხარ ვიცი ასე გულმავიწყე მე მგონი არც მედია არ უნდა იყოს ცოტა ხნის წინ იყო ინფორმაცია რომ მონიტორინგის ქვეშ იქნება საპარლამენტო უმრავლესობის თითქმის ყველა წევრი მათ შორის მეც მთავრობის ყველა წევრი პრემიერ-მინისტრის ჩათვლით სასამართლო იუსტიციის საბჭოს სრული შემადგენლობა მოსამართლეების დიდი რაოდენობა ადგილობრივი თვითმმართველობა 300 ადამიანის სია იყო რომელშიც მათ შორის ოპოზიციაც იყო იმ სიაში უბრალოდ მაშინ იმ ოპოზიციამ ისე არ იყვირა როდესაც ახლა როგორც ახლა ზოგიერთი ოპოზიციონერი ყვირია ამაში ახალი არაფერი არ არის ეს არის ჩვეულებრივი ეს არის სწორედ ანტიკორუფციული ბიუროს ერთ-ერთი ამოცანა შარშანაც იყო მონიტორინგი მათ შორის ჩემი დეკლარაციის მონიტორინგის განხორციელდა შარშან წელსაც ვარ მონიტორინგის ქვეშ და ზუსტად ასევე გვიწევს ჩვენ ყველა ინფორმაციის მიწოდება დეტალური ინფორმაციის რომელზეც ახლა ოპოზიცია წუწუნებს რომ მოუწევთ ზოგიერთი წარმომადგენელი რომ მოუწევთ რაღაც დოკუმენტაციების ეს არის პოლიტიკაში ყოფნის ნაწილი პოლიტიკის ყოფნის ნაწილი არის სწორედ ეს ანუ მთლიანად თითქმის სრული უმრავლესობა მოქცეული არის მონიტორინგის ქვეშ ისედაც არის იცით სხვადასხვა სისტემა შემთხვევით შერჩევით და ასე შემდეგ და მათ შორის ოპოზიციაც არის ხან ოპოზიცია იქნება ხან უმრავლესობა იქნება პოლიტიკური ყველა ვინც წარადგენს დეკლარაციას პერიოდულად ხდება მონიტორინგის ქვეშ შეგახსენებთ რომ ანტიკორუფციული ბიურო საშუალო წელიწადში დეკლარაციების 10%-ის დეტალურ მონიტორინგს ანუ ჩაღრმავებულ კვლევას აწარმოებს ამიტომ ამაში არაფერი გასაკვირი არ არის რაც შეეხება მექანიზმებს შემდეგ ეს გახლავთ ის რომ წარსადგენი არის ხომ დეტალური დოკუმენტები იმ შემთხვევაში თუ ანტიკორუფციული ბიურო ადგენს რაღაც შეუსაბამობებს ხდება ამისი დაზუსტება თუ არის სამწუხაროდ ამ მხრივ უნდა დავითანხმო იყო ზოგიერთის კომენტარი ხშირი არის ტექნიკური შეცდომები ხოლმე და რომლის გამოც ვინაიდან ანტიკორუფციული ბიუროს აქვს მხოლოდ ერთი მექანიზმი დაჯარიმების უწევთ დაჯარიმება მათ შორის უმრავლესობაშიც ხდებოდა ეს და სხვაგან ტექნიკური შეცდომები არის ხანდახან და იმ შემთხვევაში თუ კი არის ხოლმე სხვა სახის ეჭვი ამ შემთხვევაში პროკურატურასაც კი ეგზავნება ასეთ სახის დეკლარაციების შემდგომი გამოკვლევისთვის. ხო პორეთ გაი მე ამოდივარ იქიდან რომ იცით თქვენ როგორ მუშაობს ეს სისტემა რომელიც სწორედ ქართული ოცნების პირობებში იქნა შემოღებული მანამდე მონიტორინგი არ ხორციელდებოდა 2017 წლამდე არანაირი მონიტორინგი სახელმწიფო არ ახორციელდება დეკლარაციები ჩვეულებრივად იდებოდა ვებგვერდზე და ჟურნალისტებს NGO-ს თუ სხვა დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ თავისი აიღო და ეკვლიათ 2017-18 წლიდან არის როდესაც ჩვენ შემოვიღეთ ეს რომ სახელმწიფომ პროაქტიულად შეამოწმოს დეკლარაციების შინაარსს როგორ ხდება შერჩევა გეტყვით შერჩევა ხდება სხვადასხვა მეთოდით ერთი მეთოდი არის შემთხვევითი შერჩევის წესი როდესაც ყველა დეკლარაციიდან
ასე ვთქვათ, გარკვეული ლატარიის პრინციპით შემთხვევით შეირჩევა რაოდენობა და ასე იქნა შერჩეული გარკვეული რაოდენობა. მეორე არის კომისია, რომელიც იქნება ხოლმე ანტიკორუფციულ ბიუროსთან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობა და მათაც შეარჩიეს სუახლახალ 300 პირის სია, რომელშიც ოპოზიციაც არის, სხვათა შორის და უმრავლესობაც იმ სიაში და ისინი ექვემდებარებიან დეკლარაციას და მესამე გზა ეს არის მოქალაქეების განცხადება დასაბუთებული, რომელიც შეიძლება გახდეს საფუძველი შესწავლის. ეს სამი წყარო არის შესწავლის, ამიტომ ამ თქმა ისინი შესწავლის წინასწარ განცხადება რომ არავინ და არც ერთი არჩევნების შედეგებს ამაზე ისაუბრეთ. აი შემდეგი არჩევნები თქვენი პოლიტიკური პარტიის ჩატარებული კვლევის შედეგი როგორი არის? რამდენი პარტია გადაახავს 5%-იან ბარიერს თქვენს გარდა და ნაციონალური მოძრაობის გარდა? და ეს რომ აი თქვა წინა გამოცდილებები დაუთ რომ ნაციონალური მოძრაობა არავინ და არჩევნების შედეგებს ხომ არ გიბიძგებთ რომ შეიძლება საარჩევნო ბარიერი შეიცვალოს, იმიტომ რომ წინა არჩევნებზე 2020 არჩევნების დროს სამი პარტია ეს იყო პატრიოტთა ალიანსით შემოსული ხალხი, მოქალაქეები და კიდევ იყო ანუ რომ არა ის პარტიები იქნებოდა მარტო უბრალოდ ხოლისა დაბალმა ბარიერმა, რომელიც მაშინ დაწესდა იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას ხელი შეეწყო პარტიული მრავალფეროვნებისთვის, შედეგი არ გამოიღო. ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიცია სრული შემადგენლობით დაჯგუფდა მაინც ნაციონალური მოძრაობის ქოლგის ქვეშ. ეს ერთი, ამიტომ დაბალ ბარიერს ამ მხრივ არანაირი ღირებულება არ აქვს. მეორე, დაბალი ბარიერი არავინ არ მოგატყუოთ, რომ ეს პატარა პარტიების ინტერესია. სინამდვილეში ეს არის ნაციონალური მოძრაობის ინტერესი იმისთვის, რომ თავისი სატელიტებიც იქნებ რაიმენაირად გაიყვანოს და რაიმენაირად რაღაცა შედეგი კონდეს შემდეგ პარლამენტში. და მესამე, რაც შეეხება ჩვენს მოლოდინს, ჩვენი მიზანი არის, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს გახლავთ 113 ხმა პარლამენტში. და ეს არის ქართული ხალხის და ქართული საზოგადოების ინტერესში. და ჩვენი ამოცანაა, რომ ქართულ საზოგადოებას სწორედ ეს აუხსნათ, რომ სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესში დღეს არის, რომ ქართულ ოცნებას ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ქვეყანამ ნახა და ჩვენმა ხალხმა ნახა, რაზე არიან მზად ოპოზიციის წარმომადგენლები. ქვეყანამ ნახა, რომ დღეს აქ იქნებოდა ომის ორომტრიალი, რომ ისინი ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში. ამიტომ ჩვენ წინა არჩევნებში გვჭირდებოდა დამაჯერებელი გამარჯვება და მივიღეთ ეს, ხოლო ამ არჩევნებში არა მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება გვჭირდება, არამედ გვჭირდება ქართულ ხალხს გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი მიზანი და ამას აჩვენებს რაც მთავარია კვლევებიც და ამას აჩვენებს საღი აზრი. კიდევ ერთხელ პარტიებს, რომლებიც ამ ქვეყანას ომში ეკაჩებოდნენ, ხალხი ხმას რა თქმა უნდა არ მისცემს. აი და ნახეთ ამის შეფეთქვის ვიცი შესაძლოა ამისთან გირშის ინიციატივას გეკითხებით მოიცვას მიხეილ სააკაშვილიძე როგორც ირკვევა რამდენიმე ოპოზიციონერმა ინიციატივას არის სწორედ ამ განსაკუთრებით მოაწერა და თქვენი პოზიცია რა იქნება თუ მიხეილ სააკაშვილიძეს გაუწოდება ეს ამისია დაუჭერთ თუ არა მას ხალხს ქართული ოცნება რატომ რამზეს რას ფიქრობთ ამ ინიციატივაში ნუ დაივიწყო მიხეილ სააკაშვილის ამნისტირება რა თქმა უნდა არ მოხდება მან საქართველოში შექმნა ადამიანის წამების ღირსების შელახვის სისტემა და ჩვენი ვალი არის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლების წინაშე რომ მან სრულად მოიხადოს საკუთარი სასჯელი. ამ საკითხზე იყო საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ მესამე სექტორის მხრიდან გარკვეული პოლიტიკური კონფიგურაციების მონახაზები ვნახეთ ჩვენ საუბარია ლომჯარიას კომენტარზე ასევე ბაია პატარაიას ზოგადად რო ვთქვათ რამდენად რეალისტურად ჩანს ის რომ შესაძლოა ეწოდებული გადაუწყვეტელი ამორჩევლისთვის შეიქმნას მესამე ძალა მესამე პლანი პოლიტიკური და ის მოვიდეს ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის გარეშე თეორიულად დაშორებულად ეს რამდენად რეალისტურად შეიძლება ჩანდეს არანაირი რეალისტური ეს არ არის კიდევ ერთხელ ეს მცდელობები აქვს რა თქმა უნდა რომ ეს საერთო ჯამში არის ეს არის ტაქტიკები იმისთვის რომ დააბნიონ ქართული საზოგადოება მათ შორის წარმოაჩინონ თითქოს რაღაცის მესამე ძალა მე რამდენჯერმე წავიდნენ ამ წრეზე გავიხსენოთ წინა არჩევნები ხო ყველგან ხო ამას ამბობენ მესამე ძალა ლელო არ ამბობდა რომ მესამე ძალა იყო 2020 წლის არჩევნებში და რომელი ძალა აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობის ძალა არ აღმოჩნდა ეხლა გავარკვიეთ რომ
მათ შორის არა თუ ისინი არიან ერთი ქოლგის ქვეშ ერთობლივი NGO-ც კი აქვს დაფუძნებული რომელთაც უცხოურ დაფინანსებას პარტიებისთვის იყენებენ. ერთად არიან ლელო და ნაციონალური მოძრაობა NGO-ს დონეზეც კი, ყალბი NGO-ების დონეზეც კი. ასე რომ არანაირი მესამე ძალა სინამდვილეში არ არსებობს, ეს არის ყოველთვის ტაქტიკა, რომლისთვის დააბრუნონ ქართული ამომრჩეველი, ეს გახლავთ ჩვეულებრივი, რა ქვია, დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან ამოკითხული ტაქტიკები, ეს კიდევ ერთხელ ჩაეფუშებათ ეს.